დღეს ვისაუბრებ სიტუაციაზე, როდესაც მეგობარი გიყენებს როგორც ენერგო ნაგავსაყრელად. მოდის შენთან მეგობარი, ძმაკაცი, დაქალი და დაიწყო წუწუნი, გვემა, ლანძღვა, ვიღაცის სიმძიმეებზე ლაპარაკი. და ეს არის მისი რუტინა, როდესაც თქვენთან მოდის. მარტივად რომ ვთქვა, თქვენთან რომ მოდის, ტირიც გვემავს და ნეგატიურ ენერგიას იშორებს. შენ ამ დროს გგონია რომ კარგ საქმეს უკეთებ, დაქალს ეხმარები, უსმენ და ამ პროცესში ხარ. სინამდვილეში ასეთი ძმაკაცის დაქალის ენერგოს სანაგვე ურნახარ შენ და ეს არის შენი ბრალი, შენ შეაჩვიე ეს მას. როდესაც დაქალი გიყვება ნეგატივებს, ის იშორებს ამ ჭუჭხს და გაყრის შენ. მისთვის შენ ხარ სანაგვე ურნა, ქვეცნობიერად. რაც არ უნდა ახლო დაქალი იყო, რაც არ უნდა ის იყო, რაც არ უნდა ის იყო, აზრი არ აქვს. მისი ქვეცნობიერისთვის შენ ხარ ენერგოს სანაგვე ურნა, სადაც ნეგატივს განიცდის. შენთან ის ბედნიერი ჭეშმარიტად არ არის. ის შენთან მიჩვეულია მოვიდეს ნაგავი დაყაროს წავიდეს. გაუცნობიერებლად. თქვენ გონიათ რომ რადგან დაქალის პრობლემა მოისმინეთ, ამიტომ გძნობთ თავს მძიმედ. არა, თქვენ ნაგავი მიიღეთ. და ეს ნაგავი გამძიმებს, პრობლემებს გიქმნის ცხოვრებაში, ენერგიას გართმევს და ასე შემდეგ. მე ახლა რასაც მოვყვები, ეს იმას არ ნიშნავს რომ დაქალს არ უნდა მოусმინო. პრობლემა. მე აგიხსნით რა არის, როდესაც დაქალს პრობლემა უნდა მოусმინო ან ძმაკაც და რა არის, როცა ნაგავს გაყრის უბრალოდ. ამიტომ ასეთი დაქალის მოსვლის და წასვლის შემდეგ მძიმედ თავს იმიტომ გძნობ რომ მისი ნაგავი მიიღე. შენთან გადმოიყარა ის ჭუჭყი, არსად არ გამქრალა. იქ ვიღაც გასჭორა, განსჯაში ჩაერთვე შენ, რადგან იქ ზიხარ და უსმენ, რაც მძიმეა ძალიან. იქ ვიღაც გალანძღა, თავისი ყოფილი ქმარი იქნება თუ ვიღაც სხვისი ლანძღვა მოისმინე, მძიმეა. იქ მოისმინე ის და დაბინძურდი. ამის მონაწილე ხარ, რადგან არ ეწინააღმდეგები ამ ყველაფერს. მერე შენ გიწევს შენი ენერგიით გადაამუშაო ეს ჭუჭყი. შენმა ხორცმა, სხეულმა ენერგია მეს მიიღო. მეგობრებო, წყალს რომ ელაპარაკო, ექსპერიმენტი არსებობს. აიღე ორი ჭიქა. ერთ ჭიქას ლოცვები წაუკითხე, სიყვარული ელაპარაკე, მეორე ლანძღე ბოროტება მთელი გული. დადე ეს ორი ჭიქა გვერდიგვერდ და დააკვირდი რომელი უფრო მალე დალპება. რომელიც ლანძღე მალევე დალპება და რომელიც ლოცვე ყველაზე გვიან დალპება. შენი სხეული შედგება 99% წყლისგან და წყალს რომ თავი დაანებო და ფიზიკას რომ თავი დაანებო, ენერგია იღებს ამ ყველაფერს და შენი ხორცით გიწევს და სულით გადაამუშაო იმის ჭუჭყი, იმის ნაგავი. ამიტომ შენი ასეთი დაქალისთვის შენ ხარ ძვირფასი როგორც ნაგვის მოშორების ურნა. ის ამას ვერაცნობიერებს. შენთან ნაგავს ხრის, სხვასთან ბედნიერია და პოზიტიურ საკითხებს განიხილავს, რადგან იმ დაქალმა არ მიცა უფლება სანაგვე ურნად ქცეულიყო, შენ მიეცი უფლება. შენთან რომ მოდის და ყველა ამ ნეგატივს ლაპარაკობს, შენ მასთან ასოცირდები ნეგატივთან. მისთვის შენ ხარ, ვისთანაც ყოველთვის ნეგატივს განიხილავს. ბედნიერი არ არის შენთან. შენთან ნაგავს ყრის. სანაგვე ურნასთან რომ მიდიხარ, მოგწონს სანაგვე ურნა თუ ცდილობ გამოეცალო, მაგრამ მიდიხარ სანაგვე ურნასთან რომ გადაყარო ნაგავი. იგივე ხარ შენ, როდესაც მასეთი დაქალი მოდის და ყველაფერ ნეგატივებს გიზიარებს, ვიღაცის გაჭორვას, ბოღმას, თავის ბრას, წყენას და ამ ყველა ტკივილს. და შენ გგონია გმირობას ჩადიხარ, მოусმინე დაქალს, დაეხმარე, რით დაეხმარე? რომ ვიღაცის ლანძღვა, გაჭორვა, ჭუჭყი, სიბინძურე ეს მოისმინე? ეს არ არის დახმარება. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ის მას არ ეხმარება. გამძიმებს შენ, ის თავისუფლდება. ეხლა რატომ არის მისი მოსმენა ცუდი? შენ მას რომ უსმენ, ბინძურდები გასაგებია, მაგრამ ნახეთ, ადამიანმა დააგროვა ჭუჭყი, ნეგატივი. მოდის შენთან და შენთან იშორებს და მას საშუალება არ ეძლევა თავად გადაამუშაოს ეს ნეგატივი. პასუხისმგებლობა არ აკისრია. დააშავა, მოვიდა შენთან, მოიშორა ჭუჭყი. წავიდა სხვა დაქალთან იმხიარულა. დააშავა, გაჭორა, ნეგატივში ჩავიდა. მოვიდა შენთან, მოიშორა. ანუ გაცნობიერების საშუალება არ ეძლევა ადამიანს, აღარ ტკივა. შენ გტკივა, იმას აღარ ტკივა, რომ რაღაცეები გააცნობიეროს და ერთი და იგივე ფეკალიაში ტრიალებს. შენ ახარ ის დაქალი, რომელიც შენ დაქალს ნაგავს აყრევინებს შენზე და რომელსაც საშუალებას არ აძლევ რომ გააცნობიეროს თავისი ჭუჭყი, რადგან თავისი ჭუჭყი სახში კი არ უგროვდება, შენ სახში ყრის, შენს სხეულს აყრის და მას რომ დაუგროვდება ეს ჭუჭყი, მინიმუმ იმაზე დაფიქრდება რომ არავინ გაჭოროს და ნეგატივზე არ ისაუბროს. ამაზე მაინც დაფიქრდება და ამაზეც აღარ ფიქრობს, იმიტომ რომ შენთან ყრის თავის ჭუჭყს. შენთან რომ ვერ დაყრის ნაგავს, თავად რომ დაუგროვდება, კითხვებს დასვამს. რატომ ვარ ცუდად? და მერე მივა იმ აზრამდე რომ ნეგატივებს რომ ლაპარაკობს, ვიღაცეებს რომ განსჯის, ამის გამოა ცუდად და შეწყვეტს ამას. მაგრამ ის ამას არ წყვეტს, რადგან ნაგავს იშორებს ადვილად შენთან. ამიტომ ის გაცნობიერებამდე ვერ მიდის, რადგან შენთან იშორებს თავის ჭუჭყს. ეს ხდება ყველა დაქალთან. ძირითადად ქალებში
ხდება, იმიტომ რომ ქალებში ვაწყდები ამ პრობლემას და ამიტომ ქალებისთვის მოვიყვან მაგალითს, თუმცა კაცებსაც ეხება, ოღონ ძალიან დაბალ პროცენტს. ქალები ამას ერთმანეთში ვერ ამჩნევენ, თუ როგორ არიან ერთმანეთისთვის ნაგავსაყრელი. ეს მეგობრობა არ არის. მეგობრობა არის სხვა რაღაც და აგიხსნით რა არის მეგობრობა და როგორ ხდება სინამდვილეში საკუთარი პრობლემის მეგობართან გაზიარება და რა დანიშნულება აქვს საერთოდ მეგობართან პრობლემის გაზიარებას. აგიხსნით. შენ დაქალთან რომ მიდიხარ, შენი გულის ნადები უნდა გაუზიარო დაქალს და შენი მთავარი ინტერესი გვემა და ტირილი კი არ უნდა იყოს. შენი მთავარი ინტერესი უნდა იყოს აქედან გამოსავალი რა არის. კითხვა უნდა დაუსვა შენი ისტორიის მოყოლით დაქალს, რომ მან შენ პასუხი მოგცეს, რომ გამოსავალი იპოვო. ამას თქვენ არ აკეთებთ. თქვენ კითხვას კი არ სვამთ. რატომ მოიქცა ესე? რატომ მოიქცას კითხულობთ სხვანაირად. რა დამპალია ესე მოიქცა? ეს არ არის კითხვის დასმა. ან განსჯა და ეს ყველაფერი. შენ უნდა ეძებდე კითხვის პასუხს და შენ კითხვის პასუხს არ ეძებ. შენ მიდიხარ გვემა, ტირილი, ლანძღვა, განსჯა, ყველაფერი ამ ნეგატივისთვის მიდიხარ და ეს არ არის კითხვის ფორმა, ეს არის ნეგატივის დაყრა და ნაგავსაყრი შენს დაქალს. შენ, შენი დაქალი და შენი ძმაკაცი უნდა გამოიყენო იმ დანიშნულებით, რა დანიშნულებაც მეგობრობას აქვს. მეგობარს აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა. მან უნდა მოგცეს შენ რჩევა. შენ მასთან უნდა მიხვიდე რჩევისთვის. და გზადაგზა თუ ცოტა ცრემლი გადმოგივარდება თუ რაღაც რჩევისთვის თუ მიდიხარ, ეს არის ჯანმრთელი და არა ნაგვის გადაყრა, მაგრამ ქალები როგორ აკეთებთ? უიმე ესე იყო ის დამპარი ის ნაცირიალა განსჯების და მე დაქალი გეუბნება შესაწყალო. რჩევას კი არ გაძლევს. გითან აგრძნობს. ეს ესაა გაჭორე, განსაჯე, გალანძღე, გადაუარე და გითან აგრძნობს შენ. ანუ გაფუჭებს. გესმით? ეხლა თქვენ რომ მოხვიდეთ ჩემთან და ლანძღო, თათხო ვიღაც და მეკითხრა, უი შესაწყალო. შენ ვარეს გააკეთე მეორე დღეს, მესამე დღეს და მე უკვე ქაქში ხარ. და მე უკვე ისე ხარ ქაქში, რომ მიდიხარ დაქალთან დიდ ფეკალიებს ლაპარაკობ, განსჯებს ამ ყველაფერს ნეგატივებს და მე რა რომ მიზეზი გაქვს. შენ გამოსავალი უნდა მოძებნო. გგონიათ ერთმანეთს უთან აგრძნობთ. სინამდვილეში ერთმანეთს აკეზებთ, რომ ვარესი აკეთოთ შემდეგ. შენთან ნაგავსყრის, შენ აკეზებ რომ უი შესაწყალო. შესაწყალო კი არა. შენ დაქალს თუ ძმაკაცს უნდა უთხრა, შენ მეგობარო დაო, განსჯაში ხარ, ლანძღვაში ხარ, ნეგატივში ხარ, ამაში ხარ, იმაში ხარ და გაუშვი ეს. და კითხვები დასვი, რატომ მოხდა? რის გამო მოხდა, რომ მეორეჯერ აღარ მოხდეს შენ თავს ეს. კითხვებს უნდა სვამდეს თავისი ისტორიის მოყოლით ადამიანი და პასუხს უნდა ეძებდეს შენთან. თუ დაქალია და თუ ძმაკაცია და თუ მოდის და უბრალოდ ილანძღება და ნაგავს ყრის, შენ ხარ ამ დროს მეგობარი და დაქალი კი არა, სანაგვე ურნა, ფაქტით. ჯანმრთელი ადამიანი, ჯანმრთელი დაქალები, ჯანმრთელი ძმაკაცები თავის ისტორიას ყვებიან მშვიდი ბალანსირებული ხმის ტონით და ყველაფრით, განსჯების და ყველაფრის გარეშე და ეძებენ კითხვაზე პასუხს, რატომ მოხდა ეს ჩემს თავს, რატომ მოიქცა ესე, როგორია ეს ადამიანი მესად დაუშვი შეცდომა, ამას ეძებს მეგობართან, რომ მეგობრისგან რჩევა მიიღოს, რომ აღარ დაუშვას მეორე შეცდომა და თქვენ პასუხს კი არ ეძებთ, ნაგავსყრით და ეს უნდა შეწყვიტოთ. შენ პასუხისგებლობა უნდა აიღო, რაც შეგემთხვა, თუნდაც ცუდად მოგექცნენ. იქ შენ მიიღე მონაწილეობა, შენ შეხვედი ქოფაკი ძაღლების ეზოში, შენი ფეხებით მონაწილეობა გაქვს მინაღები. მე რა რომ ცუდი გაგიკეთა, ცუდი ყველგან არის და იქიდან გამომდინარე რომ შენ მიდიხარ და შენს დაქალს აყრი ნაგავს, შენ ვერაფერს ვერ სწავლობ. ვერ სწავლობ ჭკუას, რადგან ეს ნაგავი აღარ გაწუხებს დაქალს მიაყარე, ნაგავს აყრი დაქალს. შენს დაქალს აზიანებ. შენ ვინც უსმენ დაქალს, რომელიც კითხვაზე პასუხს კი არ ეძებს, არამედ ნეგატივს იშორებს, ილანძღება და ასე შემდეგ, შენ თავს იავადებ. არაძლევ შენს დაქალს საშუალებას რომ გაიზარდოს, საკუთარი ფეკალია თავად უნდა გადაამუშაოს, რომ მიხვდეს რომ აღარ შეიძლება ამდენი ლანძღვა და ამდენი ნეგატივის ფქვევა და ამდენი ტირილი და გვემა და ყველაფერი. უნდა მიხვდეს ის. ამის საშუალებას არ აძლევ. შენც ავადდები. შენი დაქალისთვის არ ასოცირდები პოზიტივთან, რადგან შენ ხარ ის ადამიანი, ვისთანაც მიდის და გვემავს და ნაგავს ყრის. თუ დაკვირვები ხარ, შენთან ნეგატივებს ყვება, სხვასთან ხიარულობს. და მაშინ მოდის შენთან, როცა ნაგვის მოშორება უნდა, როცა პრობლემა აქვს. ეს არის ორივეს ბრალი. ვინც უსმენს და იღებს ამ ნაგავს და ვინც გასცემს ამ ნაგავს. ორივე არის გაუცნობიერებელ მდგომარეობაში. შენთან მეგობარი რომ მოდის, შენ მეგობარი უნდა გადაიყვანო პოზიტიურ განწყობაზე. მას ეს გვემა და ტირილი არაფერში არ დაეხმარება. არ არის იქ გაცნობიერება. კითხვებს არ სვამს, ილანძღება და იფურთხება უბრალოდ ემოციურად. და მას ეს არ დაეხმარება. ამიტომ თუ მოდის დაქალი შენთან და კითხვებს არ სვამს და უბრალოდ იფურთხება, ილანძღება და ნაგავს ყრის, ასეთი მეგობარი უნდა გააჩერო, ან ნენელა გადაიყვანო სხვა თემაზე. ის ისევ ეცდება დაბრუნდეს ძველ თემაზე, ისევ გადაიყვანე, მაგრამ შესაჩევს ნუ
შეაჩვეო და გადასაჩვევს გადააჩვეოთ. შენ რომ შეაჩვი ამდენი წლის განმავლობაში დაქალს ეს, თავიდან იქნება რთული რომ გადააჩვიო. ამიტომ ამისთვისაც მზად იყავი. მოვიდა შენთან, კითხვებს არ სვამს, პასუხებს არ ეძებს, გადაიყვანე პოზიტივზე და მერე იმაზე დაიწყებს კითხვების დასმას, ნაგავს რო ვერ მოიშორებს. რომ რაღაცა რო აწუხებს, რატო აწუხებს და მერე მიხვდება რომ ეს ნეგატივი არ უნდა კონდეს და აღარასდროს აღარ გააკეთებს ამას და დაიწყებს კითხვების დასმას, აბა რატო მოხდა ეს, რის გამო ხდება ეს ის და გამოჯანმრთელდი შენს და ისიც. რაც მთავარია, როდესაც დაამთავრებ საუბარს და შენ რჩევას აძლევ და თუ სახეს იღებს ისეც რომ რატომ ირჩევ ამას ან რატომ ეუბნები ამას და საერთოდ რატომ აძლევ რჩევას, ის მოსულია ნაგვის დასაყრელად და არა შენი პასუხების მოსასმენად. შენი დაქალისთვის და ძმაკაცისთვის უნდა იყოს სიცოცხლის ჭურჭელი და არა ნაგვის ჭურჭელი, სადაც ნაგავს მოიშორებს. შენთან რომ მოვა იცინებს, იხუმრებს, პოზიტიურად იქნება და ბევრად გაჯანსაღდება ის და შენც. მაგრამ შენთან თუ მოდის და კითხვას არ სვამს და შენი პასუხი არ აინტერესებს, აბა რა დანიშნულება აქვს მეგობრობას შენი აზრით? მეგობარს აქვს ერთი ფუნდამენტური დანიშნულება. შენთან რომ მოდის, შენგან უნდა მიიღოს სუფთა ასუხი რჩევა, განსჯის და ამ ყველაფრის გარეშე ცივი გონებით, რომ გადარჩეს. მეგობრის ფუნქცია ეს არის და არა ის რომ ნაგავი მიიღო შენ. შენ გგონია შეგნებული დაქალი ხარ, უსმენ დაქალს და გგონია რომ კაი საქმეს აკეთებ. სინამდვილეში ბოროტებას აკეთებ. სიკეთე და ბოროტება ძალიან ისეთი საკითხია, რომელშიც უნდა გაერკვიო. სიკეთე და ბოროტება ყველას არ ესმის სწორად. ეინშტეინი როცა ქმნიდა ფორმულას და საერთოდ ეინშტეინიდან წამოვიდა ეს ატომის თემა და ყველაფერი, რას ფიქრობდა იცი? თავადაც აქვს ჩანაწერები. ის ფიქრობდა რომ დიდი ბედნიერება და დიდი სიხარული მიანიჭა ადამიანს, როდესაც ატომის გახლეჩვის პროცესის დასაწყისი აჩვენა სამყაროს. ანუ ატომურ ბომბს დაუდო სათავე და ფიქრობდა რომ დიდ სიკეთეს აკეთებდა. და ბევრ მეცნიერს, რომელმაც გამოიგონა რაღაც, რომელმაც 10,000-ობით ადამიანი გაანადგურა, ქიმიური იარაღი, ის, ყველა ფიქრობდა რომ საზოგადოებას მოუტანდა სიკეთეს. ამიტომ სიკეთე ძალიან განსასაზღვრი საკითხია, მეგობრებო. სიკეთე უნდა განსაზღვრო კარგად, რაც გგონია. შენ გგონია დაქალს უსმენ და დაქალს ეხმარებით. სინამდვილეში ბოროტებას აკეთებ. არ აძლევ შენს დაქალს საშუალებას საკუთარი ჭუჭყი გააცნობიეროს, რომ თავად ეტკინოს ეს, რომ გააცნობიეროს. შენ იღებ მის ჭუჭყს, შენ თავსაც უკეთებ ბოროტებას და მასაც ბოროტებას და გგონია სიკეთეს აკეთებ. სიკეთე სხვა რაღაც არის. სიკეთე არის ადეკვატურობა და სიკეთე არის სიკეთე. რომ მოდის დაქალი და ლანძღავს და გვემაშია და განსჯაშია და ფაქტობრივად სატანაზე ილოცება მთელი 1 საათი და 2 საათი შენთან რომ არის ეს გვემა, წყევლა, განსჯა და ეს ყველაფერი არის სატანაზე ლოცვა. შენ სახლში და ასე შენს ხორცთან და შენს გარემოში და შენს ენერგიასთან რა გგონია? შენ კაი საქმეს აკეთებ? არ მოусმინოთ იმ მეგობარს, დაქალს, მეზობელს თუ ვიღაცას, რომელიც განსჯის, ნეგატივს ხრის, ილანძღება სხვაზე და მსხვერპლად მოაქვს თავი. თქვენ არიცით რა დესტრუქციულ ენერგიაში ვარდებით. თქვენ ამას ვერ ხვდებით საერთოდ. ამას აქვს კოლოსალურად დამანგრეველი ძალა. დესტრუქციული ენერგია აქვს ხალხო სერიოზული ასეთ დაქალებს, თქვენთვისაც და თავისთვისაც. ეხლა ისეთ რაღაცას ვიტყვი, არავინ ამას არ დაიჯერებს, მაგრამ ეს არის ფაქტი. ყველაზე დესტრუქციული ენერგია აქვს ჭორიკანა ქალს და კაცს. ყველაზე დესტრუქციული დამანგრეველი ენერგია აქვს ჭორიკანა ქალებს და კაცებს. ყველაზე დამანგრეველი და ბნელი ენერგია აქვს. ყველაზე დიდი დემონები მათ ყავთ. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. რატომ იცით? ისინი არიან გამუდმებით ადამიანის ლანძღვა განსჯაში და ეს არის უმძიმესი დარტყმა ენერგიისთვის და ცოდვა. მოდი რელიგიურად ვიტყვი. ცოდვა რატოა იცი? უბრალოდ ცოდვაა და არ ჩაიდინო კი არ არის. შენ ადამიანს რომ განსჯი სხვას, შენ განსჯი უფალს. უფლის ხელით არის ის ადამიანი შექმნილი. მისი გარეგნობა, მისი იმას თავის დანიშნულება აქვს, მისი შვილია და შენი ნაწილია ის სხვა ადამიანი. შენ იმას კი არ განსჯი, საკუთარ თავს განსჯი. წყევლი რეალურად იმას სატანაზე ილოცები მაგ დროს და რაც უფრო მეტ განსჯაში და ჭორაობაში ადამიანი, მით უფრო დიდხანს ილოცება სატანაზე. ამ მდგომარეობით. ეს არის სატანაზე ლოცვა და ეხლა წარმოიდგინე, არიან ადამიანები მთელი დღე გაჭორვაში არიან. ის ემსახურება მთელი დღე სატანის ლოცვას. გესმით რაშია საქმე? აუცილებელი კი არ არის ქები დაიდო თავზე და სატანაზე ილოცო. სატანაზე ლოცვის უამრავი ფორმა არსებობს და ყველაზე მძიმე ფორმა არის განსჯა და ჭორიკანა ქალები და კაცები. იმიტომ რომ ადამიანი რო გაუშვებს განსჯას და ლანძღვას და ნეგატივს და ამ ყველაფერს, ის უშვებს იმ ადამიანის მიმართ ამ ენერგიებს და სატანაზე ილოცება. მაგ დროს წარმოიდგინე, ეკლესიაში კვირაში ერთხელ მიდის და ილოცება 5 წუთი და მთელი კვირა ილოცება სატანაზე უწყვეტად, რომლის მრევლია ის შენი აზრით? სატანის. ამიტომ ყველაზე მძიმე დესტრუქციული ენერგია აქვს ჭორიკანა ქალებს და კაცებს. შავმაქს მაგდენი არ აქვს, იმიტომ რომ შავმაქს
მაგმა იცის რომ ეგ არ უნდა გააკეთოს. ტექნიკურად იცავს თავს. შავშია, სიბნელეშია, იმაშია, მაგრამ იცავს თავს ტექნიკურად. ის მოხდება სადაც უნდა მოხდეს. მაგრამ ჭორიკანა ქალი ყველაზე მძიმე დესტრუქციული ენერგიის არის, მას შეუძლია გაანადგუროს მთელი უბანი. ისეთი ჭორები დაყაროს ერთთან, მეორესთან, მესამესთან, მეოთხესთან, მეხუთესთან, მეექვსესთან, რომ საერთოდ გაანადგუროს. ხალხი ამის ძალა აქვს. იმიტომ რომ ბნელი ყავს უკან სერიოზული. იმიტომ რომ იმ ჭორიკანა ქალის ჭორაობას აქვს დესტრუქციული ენერგია და იმით იკვებება. ყველაზე მძიმე დემონები ყავთ ჭორიკანა ქალებს. ამიტომ როცა ვიღაც მოდის, ვიღაცას ჭორავს, ვიღაცას ლანძღავს, თუნდაც ამის მიზეზი კონდეს. ვიღაცას განსჯის, შენ არ უნდა მიცე ამის უფლება. შენ ამის მონაწილე ხდები. ვიღაცა რომ შენს წინაშე ვიღაცას განსჯის და შენ რეაქცია არ გაქვს, ორივე განსჯით მას. იმიტომ რომ წინ გიზის გელაპარაკება და რეაქცია არ გაქვს. ამიტომ მეგობარი თუ მოდის და ნაგავს გაყრის, ჭორავს და სხვადასხვა პროცესებს აკეთებს, გააჩუმე სასწრაფოდ და აუხსენი რომ ეს აღარასოდეს აღარ ქნას. თუ გითხრა რომ აღარ მინდა შენთან მეგობრობაო, გაუშვი ესეთი მეგობარი. თუ ვერ იგებს, გასაგებს. ეს მეგობარი არ არის. ის არის ის ადამიანი, რომელიც ნაგავს გაყრის. ნამდვილი მეგობარი შენთან ბედნიერებას განიცდის და თუ რამე გაჭირება აქვს, მოგიყვება მშვიდად, პასუხს ეძებს და ასე შემდეგ და ყალბი მეგობარი ნაგავსაყრელად გაქცევს და მარტო ნაგავს გიყვება და შენს რაღაცას ნაგავს უყვები ალბათ. არასოდეს არ მოусმინოთ ადამიანს, რომელიც ნაგავს ყრის და რომელიც პასუხებს არ ეძებს. მეგობრის ფუნქცია ის არის, რომ მოვიდეს შენთან და შენგან დაინახოს მხარდაჭერა და აზრის მიცემა. თუ არასწორი ხარ, უდაგითხრას არასწორი ხარ. მხარი კი არ უნდა დაგიჭიროს და თავზე რო უსვებთ ერთმანეთს ხელს. გუშინ ჩავისვარე შვა ქუჩაში მოვისაქმე და თავზე უსვევ. უი შესაწყალო, გაგიჭირდა ქუჩაში მოსაქმება? აი ესე ექცევით ერთმანეთს. გავა ეს ნეგატივს რაღაცა ბოროტებას გააკეთებს, ან კაცი ქალთან, ან ქალი კაცთან, ან ისე და მოდის შენთან და შენ თავზე უსვებ ხელს და გონია ეს არის მხარდაჭერა. ეს არის ბოროტება. მხარდაჭერა არის ის, რომ შენი მეგობარი ჩაისვრის და შენ შენს მეგობარს ეუბნები დიდი სიყვარულით. მეგობარო, შენ ჩაისვარე და ეს უნდა იცოდე, ეს აღარ ქნა. აქ არის შეცდომა, აქ არის შეცდომა, აქ არის შეცდომა. ეს არის ნამდვილი მეგობარი. და ნაგავსაყრელის მეგობარი, სანაგვე ურნა მეგობარი, არანაირ რჩევას არ გაძლევს და თავზე გისვებს ხელს და აკეზებ. ჩემთან მეგობარი რომ მოდის, ბავშვობის მეგობარი ავიღოთ თუ გინდა. შეცდომას თუ უშვებს, არ გავუტარებ მას და ვეუბნები რომ ეს არასწორია. არც ის გამიტარებს მე და მეუბნება რომ გიორგი, შენ აქ არასწორად მოიქეცი და მადლობა ამისთვის ვეუბნები. ეს არის მეგობრობა და არა ის რომ ნაძირალასავით მოიქეცი და შენი მეგობარი თავზე გისვებს ხელს, უი შესაწყალო, გაგიჭირდა ალბათ ნაძირალასავით რომ მოიქეციო. ესე იქცევით თქვენ? აბა როგორ იქცევით? არ ემონტებთ ემოციებით რომ მე კი ესე მოვეკეცი, მაგრამ ის იმსახურებდა ამას. რა მნიშვნელობა აქვს იმსახურებდა არ იმსახურებდა? ნაგავივით თუ მოიქეცი შენც. ამიტომ მეგობარი არის ის, ვინც შენ გაჯანსაღებს და თუ ვინმე შენ არ გაჯანსაღებს, არ გაძლევს სწორჩევას, არ გეუბნება სიმართლეს, მეგობარმა სიმართლე უნდა გითხრას. რაც არ უნდა მწარე იყოს ეს. არასწორი ხარ, არასწორი ხარ უნდა გითხრას. სწორი ხარ, სწორი ხარ უნდა გითხრას. ტირი ხარ და გვემაში ხარ, განსჯაში ხარ უნდა გითხრას. არასწორად იქცევი განსჯი ამ ადამიანს, თუნდაც იმსახურებდეს ის იმ სიტყვებს განსჯი შენი ბინძურებ თავს. ეს არის მეგობრობის დანიშნულება. ის კი არ არის, რასაც თქვენ აკეთებთ. ჯანმრთელი რჩევისთვის არის მეგობარი და ის რომ ერთად ბედნიერი წუთები გაატაროთ. კითხვას დასვამთ. დაქალს უკვე აწი როგორ უთხრა რომ თავის პრობლემები არ მომიყვეს. შენ დაქალს უნდა აუხსნა ის, რასაც მე გიხსნი, ან მინიმუმ ეს ვიდეო გადაუგზავნე. მას უნდა აუხსნა, რას ნიშნავს ეს მისთვის, რას ნიშნავს შენთვის და რა ზიანია ორივესთვის. და თუ ვერ გაიგო, ესე იგი იმ დაქალს არ აინტერესებს არანაირი ჭეშმარიტება, არამედ აინტერესებს ნაგვის მოშორება. ან ნაგვის ყრა უბრალოდ და ის არ არის დაქალი და მეგობარი. მეგობარს რომ თხოვ, მე დღეიდან ესე მინდა, ის თუ მეგობარია, მან უნდა გაგითვალისწინოს. მით უმეტეს კარგ რამეს თუ ეუბნები. თუ არ გითვალისწინებს, მისთვის შენ არასდროს არ ყოფილიყარ მეგობარი. არც იცის მეგობრობა რა არის. უბრალოდ სანაგვეურნად გიყენებს და არც ყოფილა მეგობარი და გაუშვი. მაგრამ გაშვებამდე კარგად აუხსენი ყველაფერი. შენ რა გინდა, რა არის შენთვის დღეიდან ჯანმრთელი და ასე შემდეგ. ანუ მეგობრობისთვის უნდა იბრძოლო. მეგობრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ის არაჯანმრთელი მოქმედება და ნაგვის დაყრა ორივეს გშლით. ადრე თუ გვიან დაიშლებით როგორც მეგობრობაში და თუ მეგობრობაში არ დაიშლებით, ერთმანეთის ჯანმრთელობას ჩამოშლით. ამიტომ მასეთ დაქალს უნდა გაეცალო, რადგან მაინც საბოლოოდ დაიშლებით როგორც მეგობრები. ვეღარ გაუძლებ ვერც შენ და ვერც ის. დისტანცირდებით და ბუნებრივად მოხდება ეს და რატო უნდა დარჩე საბოლოოდ დაავადებული, დაუძლურებული, როცა შეგიძლია მეგობრობაც შეინარჩუნო და გამოჯანმრთელდეთ. თქვენ უნდა გამოჯანმრთელდეთ მეგობრობაში. ეხლა როგორ უნდა შეიტანო პოზიტივი ადამიანში და ნეგატივზე როგორ არ უნდა ალაპარაკო. პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ გარემო სისტემა და ჩვენი ტვინი ხელოვნურად მომართულია სიხშირეზე, რომ გამუდმებით ნეგატივზე იფიქროს. ჩვენი ტვინი, გული არა, ტვინი გამუდმებით ზეგავლენის ქვეშ არის, ქუჩაში, სადაც ადამიანები ნეგატიურ ფიქრებს ყრიან და
ჩვენი ტვინი კითხულობს ამ ფიქრებს და ნეგატივს იწეპავს. ყველგან არის სახშიც რომ იყო მეზობლები, რომ ცხოვრობენ ირგვლივ, ეს მეზობლები ნეგატივს რომ ფიქრობენ, გაბინძურებენ, მოკლედ ყველგან ტყეში თუ არ ხარ, გამუდმებით ზეგავლენის ქვეშ ხარ ნეგატიური ფიქრის. შენი მეგობარი გამუდმებით ნეგატივზე იქნება მომართული. შენი ფუნქცია ნეგატივიდან პოზიტივზე გადაიყვანო. დაუბრუნდება გადაიყვანე და მერე გადაეჩვევა. თუ არ გადაეჩვევა კიდე უკვე იცი რა უნდა ქნა. იმიტომ რომ ერთ ადამიანს თუ არ უნდა სიცოცხლე და ჯანმრთელობა და გადარჩენა, ვალდებული არ ხარ მასთან ერთად ქვესკნელში ჩახვიდე. ამაშია საქმე. შენ მეგობრის გამო ქვესკნელში უნდა ჩახვიდე, როცა მას გადარჩენა უნდა. მაგრამ როცა გადარჩენა არ უნდა და ამ ნეგატივ გვემებში, განსჯებში და ამ ტოქსიკშია, შენ ვალდებულება არ გაქვს მას ჩაყვე ქვესკნელში. მარტო მაშინ უნდა ჩაყვე ქვესკნელში მეგობარს, გადასარჩენად როცა იბრძვის ის და ადამიანი რომელიც განსჯაშია, ნეგატივშია და ამ ყველაფერშია, ის გადასარჩენად არ იბრძვის. ის გითრევს ქვესკნელში. შენ უნდა აკონტროლო ვინ რა ფორმაში გესაუბრება შენ. შენთან მიმართებაში. სხვისი საუბარი კი არ უნდა აკონტროლო. შენთან რომ მოდის, რის უფლებას აძლევს ადამიანი თავის თავს, ეს უნდა აკონტროლო. არ მოგწონს ნეგატივზე იწყებს ლაპარაკს, გააჩერე. ამის უფლება გაქვს, იმიტომ რომ შენთან მოვიდა და შენ გესაუბრება. მაგ დროს შეიძლება გითხრას ადამიანმა, მე როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ. წადი მერე და სხვასთან ილაპარაკე მასე. ჩემთან თუ რამეს ლაპარაკო, ილაპარაკე ის, რაც მე არ დამაზიანებს. და თუ გინდა ილაპარაკო ის, რაც მე მაზიანებს და ფიქრობ რომ ეს მე არ მეხება და შენი საქმეა, წადი და სხვას ელაპარაკე. ამაშია საქმე. იცოდე ეს, შენი ვალდებულებაა შენთან მიმართებაში ვინ როგორ იქცევა. იმიტომ რომ შენთან არის კომუნიკაციაში. ამიტომ შენს გაქვს ოთხოვნის უფლება ისაუბროს ისე როგორც შენ გინდა. მაგალითად, მე დიდი ხანია ბილწის სიტყვები არ მithქვამს. და ვიღაც რომ მოდის და თქვა რაღაც ბილწის სიტყვებს იძახის, ვეუბნები რომ თუ შეიძლება ეს სიტყვები არ გამოიყენო. უთქვამს ზოგჯერ ვიღაცას ინტერნეტში რომ მე როგორც მინდა ისე ვილაპარაკე. წადი და ილაპარაკე იქეთ, როგორც გინდა. კი არ გიშლი. ჩემთან ილაპარაკე როგორც გთხოვ და იგებენ. ამაშია საქმე. აკონტროლე შენთან ვინ როგორ საუბრობს. შენთან, სხვასთან კი არა. შენთან. ამის უფლება გაქვს. ეხლა მარტივ მაგალითს მოგიყვანთ დაქალის და ნეგატივის და ნაგვის დაყრასთან მიმართებაში. ხშირად მოსულან ჩემთან. ისეთ მძიმე ისტორიებს ვისმენ, რომ ადამიანმა შეიძლება გარეკოს. მაგრამ მე არანაირი გარეკვა და მსგავსი ემოცია არ გამაჩნია. მშვიდში ვარ და პირიქით ენერგია მემატება. მაგრამ რის ხარჯზე მემატება ენერგია, იცით? ადამიანი ჩემთან რომ მოდის, ჩემთან ვინმეს ლანძღვის უფლებასაც კი არ ვაძლევ. ვინმეს კი არ ლანძღავს, ვინმეს კი არ განსჯის, ვინმეს კი არ შვება იმ ყველაფერს რაც აღწერე. არამედ ჩემთან ადამიანი რომ მოდის, ისეთ მიმართულებას ვაძლევ, რომ არავინ არ განსაჯოს, არავინ არ ლანძღოს, არავინ არ წყევლოს, თათხოს. ის ადამიანი ჩემთან რომ მოდის, ის კითხვებს სვამს, რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობა აღწეროს. კითხვებზე პასუხს ეძებს. ამიტომ ის ჩემთან ნაგავს არ ყრის. ის პასუხს ეძებს. და პასუხს რომ ვაძლევ, ორივე მდიდრდებით. ანუ ღვთიური ძალები შემოდის ჩვენში. და თუ პასუხს ჩემთან ადამიანი არ ეძებს და თუ უბრალოდ ილანძღავ, ვაჩერებ მაშინვე. ვეუბნები კითხვები დასვი და რატომ მოხდა ეს. თუ ამას არ იგებს, წყვეთ საუბარს. მაგრამ ესეთი რაღაც ფაქტობრივად არ ხდება. იმიტომ რომ თავიდანვე ვაძლევ ფორმას საუბრის ისეც, რომ ამ ადამიანმა კი არ ლანძღოს სხვა და რაც არ უნდა ბოროტება გაუკეთონ, ეს კი არ ქნან. პასუხები ეძიონ და პასუხს როცა ეძებ, არანაირი ნაგვის დაყრა იქ არ ხდება. იქ ხდება გამოჯანმრთელება და იქ სადაც გამოჯანმრთელება ენერგიით სავსეა ყველაფერი. ამიტომ მე ადამიანის მოყოლილი ისტორიები არ მსტრესავს და ყველაფერს თუ თავი დავანებოთ, მე უფლებას არ ვაძლევ ჩემ თავს, ან გაუბრაზდე, ან დავისტრესო. მკაცრად შეიძლება უთხრა იმისთვის ისევ, მაგრამ ან გაუბრაზდი, ან რაღაც განსაჯვანის, არაფერი მსგავსი არ მაქვს. იმიტომ რომ ის ადამიანი ჩემთან მოვიდა იმისთვის რომ ჩემგან მიიღოს სუფთა პასუხი. როგორც ჩემთან მოვიდა მეგობარი. თუ მოისაქმა, ვეტყვი მოისაქმე, არასწორად მოიქცი. თუ მოექცნენ არასწორად, ვეუბნები არასწორად მოგექცნენ. შენი პრობლემა იპოვე. ყველაფერს სიმართლეს ველაპარაკები და ამიტოა დიდი მადლიერებით სავსე ყველა განურჩევლად. და შენთან დაქალი რომ მოდის და თავზე ხელს უსვობ, ცუდად მოიქცა, ნაგავს აყრევინებ, არაფერს სიმართლეს არ ელაპარაკები და რაც მოეწონება, იმას ელაპარაკები, რანაირი დაქალი გამოდიხარ შენ. შენ დაქალი არ ხარ, შენ ხარ ნაგავს საყრელი. მისთვის და ეს არის ფაქტი. შენ გქვია ნაგვის ურნა. ტექნიკურად შეცვალე ეს. ყველას, ვისაც მიაჩვიე ნაგვის დაყრა შენთან, გადააჩვიე. შენ, ვისთანაც მიეჩვიე ნაგვის დაყრას, გადაეჩვიე და თუ რამე პრობლემა გექნება, მოყევი 7 ტონით განსჯის, ლანძღვის და ყველაფრის გარეშე და ეძიე კითხვაზე პასუხი, რატომ მოხდა ეს, რომ მეორეჯერ აღარ მოხდეს. ეს არის ჯანმრთელი.